ეხლა ქუთაისის აეროპორტში ვართ, მეგობრებო და ნელ-ნელა უახლოვდება ჩვენი ჩეკინის დრო და ცოტა ხანში გავუფრინდებით გერმანიისკენ და მანამდე ცოტა არ იყოს მოგშვიდა და მე მინდა ეხლა შევიდე სმარტ მარკეტში და ვნახო ერთი რა ფასებია და თუ შეიძლება რომ რამე ვიყიდოთ და ცოტა წავისადგილოთ. აბა ერთი გავიგოთ რა არის კოკა-კოლა. ხუთიანი ღირს 4 ნახევარი. ჩვენი წყალი. თის. 2 ლარი. ხილი. მიწის 25 ლარი. ხაჭაპური ფენოვანი ღირს 8 ლარ ნახევარი. აღარწმშია პრინციპში. დილამშვიდობის მეგობრებო, დღეს არის 30 მაისი. დღეს ვიმყოფებით გერმანიაში, გუშინ ჩამოფრინდით. გუშინ იყო გერმანიაში 29 მაისი, მამების დღეს აღნიშნავენ. ყველაფერი დაკეტილი იყო, მაღაზიები, არაფერი არ მუშაობდა. ცოტა გვიან მოგვიწია შტუტგარტამდე ჩამოსვლა და მოკლედ მინდა გითხრათ რამოდენიმე სიტყვით ჩვენი გეგმების შესახებ. დაგეგმილი გვაქვს ჩვენ გერმანიაში მოვინახულოთ ბავარიაში, კერძოდ ერთ-ერთი მაღალმთიანი სოფელი, რომელიც მდებარეობს შვაბიის ადმინისტრაციულ ოლქში. ვინც ჩემ ვიდეო არხებს, ვინც ჩემ ვიდეო არხს და ჩემ ვიდეოს თვალყურს ადევნებს, იცით რომ შვაბია უშუალო კონტაქტშია საქართველოსთან. მე-19 საუკუნის ბოლოს შვაბიიდან გერმანელი კოლონისტები ჩამოასახლეს, რომლებიც დასახლდნენ ასურეთში, ბონისის რაიონში, თბილისის მიმდებარე ტერიტორიებზე და სწორედ ეს იყო მიზეზი გადამეწყვიტა მისულიყავით ამ კონკრეტულ ადგილას და ამ კონკრეტულ სოფელში. სოფელს ქვია ვიგენსბახი. ჩვენ სამნი ვართ ჩამოსულები, მე, ბესო, ჩემი ძმა, ყველა იცნობთ და ჩვენი დედა, ქალბატონი ნანული. და სამი ადამიანისთვის ეხლა ასეა თუ ისე გერმანიაში ტრანსპორტი ცოტა ძვირია და გარდა ამისა შემდეგ გვინდა ჩვენ ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში შევიაროთ კიდე და ამისათვის ამის ყველაფრის მარტივად გასაკეთებლად გადავწყვიტეთ შევიძინოთ პატარა იაფასიანი რამე მანქანა რომლითაც მე წამოვად გერმანიიდან ჩამოვად საქართველოში. ეს ყველაფერი ამ ყველაფერს ეტაპობრივად გაჩვენებთ, გადავიღებთ, სად, რამდენად, როგორ და რანაირად რას გავაკეთებთ. ასე რომ მე მგონი საინტერესო ვიდეო უნდა გამოვიდეს. გვიყურეთ, არხი გამოიწერეთ, დალაიქეთ, კომენტარი მომწერეთ. ყველას დიდი მადლობა, ვინც უკვე გამოიწერეთ ჩემი არხი და უყურებს და თვალყურს ადევნებს. ეხლა შტუტგარტში არის რვის ნახევარი, ხალხი იღვიძებს, სამსახურებში მიდიან. ჩვენც ახლა გავუღვიძებთ ნელ-ნელა და შევუდგებით ჩვენ საქმიანობას. ასე რომ დროებით აგემშვიდობებით, ყველა კარგად იყავით. აბა წავედით. ჩვენ ვილა, რვის ნახევარი, ყველაფერი დაკეტილია. ეს არის ჩვენი ჰოსტელი, სადაც ცხოვრობთ. მაღაზიაში გვინდოდა შესვლა, მაგრამ დაკეტილია ჯერ ადრეა, არაფერი არ არის, ღია იყო. პატარა კაფე, თხობილებია, ყავას დავდოთ. დილამშვიდობის მეგობრებო, ბესოს ყველა იცნობთ, ეს არის ქალბატონი ნანული, ჩვენი დედა. აბა დროებით ეხა ჩაის მივირთმევთ და მერე დაველოდებით, როდის გაიხსნება მაღაზიები. ჩვენ ახლა მივდივართ ერთ ადგილას car service, selling service-ში, car selling service-ში მივდივართ. ეხლა ჩვენ უნდა ვნახოთ რაღაც ავტომობილის შეძენა გვინდა და ცოტნე არის ჩვენთან ერთად დაგვეხმარება, სანამ აქავართ. დაახლოებით ერთი კვირა ვაპირებ დარჩენას და ჩვენთან ერთად იქნება ცოტნე დაგვეხმარება, ვიმოძრაოთ, იმიტომ რომ აქ ეხლა ჩვენ უბანში სადაც ავართ, ხო? რუსები არიან, ძალიან ბევრი რუსული მაღაზიებია და პრობლემა არ აქვს ენასთან დაკავშირებით და სხვაგან ეხა მაინც და მაინც ინგლისურად ლაპარაკი თავს არ იკლავენ და გჭირდება ცოტნე თავისი გერმანულით. ისე ზოგადად საქართველოდან ქართველები არის
ძალიან ბევრი ამა თუ იმ კონკრეტული მიზეზის გამო საქართველოსთან წასულები, ჩვენი შვილები, ჩვენი ძმები, ახლონათესავები ემიგრაციაში, ერთ-ერთი მათგანი არის ცოტნე, ჩემი შვილი, რომელიც რამდენიმე წელია გერმანიაში ცხოვრობს და ჩამოვედით მასთან და ჩვენთან ერთად იქნება და დაგვეხმარება, სანამ გერმანიაში ვარ. ეხლა შტუტგარტში ვართ. მივდივართ ერთ-ერთ car selling center-ში. მანქანებს სადაც ყიდიან, უნდა ვნახოთ და თქვენ რაღაც ძალიან ნელ-ნელა მოდიხართ. ეს არის ფუტკრები, ყავს აქ ადამიანს, ადგილობრივს მაცხოვრებელს. ბაღი, სუფთად მოვლილი. დათესილი აქ რაღაცები, ეს რა არის? პომიდორი. წითელი კომბოსტო. და დაგვრჩა, ფეხით გამოვიდით ახლა ჩვენი ჰოტელიდან. 1 კილომეტრი არის მანძილი რა, car selling service-ამდე. ხო, პატარა მდინარე. ლოცკო, ხო. იმაში რო იპოვეთ, მიკარგულ სოფელში. ზუსტად ისეთია. გერმანულია, ხო, ისიც გერმანული. ზუსტად ისეთია გეუნები. ცოტნე, დარწმუნებული ხარო სწორად მივდივართ? ხო. აი ძაღლი არ შეხვედრია უპატრონო ძაღლი. ხოჭის ძაღლები არ არის. არა, აქ არ არის. მაღარსართულიანი კორპუსები აქ არ არის. იმენა აი პატარა საკუთარი კერძო სახლებია, 2-3 სართულიანი, კოხტად ლამაზად. ქუჩები დასუფთავებული. რა, დაივალეთ? Turn left onto Blankensteinstraße. მარცხნივ უნდა მოვხვიოთ. აქ სულ ყველა ასეთი ლამაზი სახლებია. პატარა კოხტა ლამაზი სახლები. გავაგზავნოთ აბა გზა. დაცვა გერმანიაში. ერთი სიტყვით ჩვენ სადაც მივდიოდით, უნდა გვენახა მანქანის selling company დილერი რა, ერთი სიტყვით უნდა გვენახა, რომელიც მანქანებს ყიდის. მივედით, მაგრამ დაკეტილი იყო, დღეს 12 საათამდე მუშაობენ, პარასკევია და ალბათ იმიტომ და წამოვიდით მერე და ერთ კომპანიაში დავიქირავეთ მანქანა 3 დღით და 3 დღეში მანქანის ქირაში გამოგვართვა 210 евро. არ არის ძვირი, მე მგონი, აი ეს მანქანა Volkswagen-ი ეხლა გაჩვენებთ. ეს მანქანა დავიქირავეთ ერთი სიტყვით შტუტგარტში 210 евро გადავიხადეთ, დაუტოვეთ 10 евро 100 евро დაუტოვეთ პლუს 210 ევროს, ანუ 320 евро გადავიხადეთ, 3 დღის მერე მივყვანთ და იმ 100 ევროს უკან დაგიბრუნებთო. მივდივართ ეხლა ჩვენ მეორადი მანქანებს ანახავთ. დილერები არიან, თურქები არიან. ერთ ადგილზე მივედით ერთ კომპანიაში და გერმანელები იყვნენ და გვითხრნენ, ჩვენო წინასწარ უნდა დაგვირეკოთო და მანქანა ისე უნდა ნახოთო რა და ჩვენ ინტერნეტში ვნახეთ ეგ კომპანია და ეგრე სპონტანურად მივედით რა და მანქანები ვერ გვანახეს ერთი სიტყვით და გაგვიშვეს თურქებთან, ესე იგი ასეთი სიტუაცია, მივედით, ნახეთ ჩვენ ერთი გერმანული სადილერო კომპანია, რომლებიც ყიდიან მეორად მანქანებს. ერთი მანქანა მოგვეწონა, საიძე უდევს, მაგრამ არ დაგვირეკია, სხვა მანქანების ნახოც გვინდოდა, მივედით ასე უშუალოდ ამ კომპანიაში და გვითხრეს, რომ დაჯავშნული უნდა გქონდეთო თქვენო ნახვაო მანქანისო, ისეო წინააღმდეგ შემთხვევაშიო ვერაო, არ შეგვიძლიაო და არ გვანახეს მანქანები და გადაგვამისამართეს თურქულ კომპანიაში. თურქებს აქვთ აქ საკმაოდ ბევრი მანქანები და სადილერო წერტილები. შტუტგარტიდან რამოდენიმე კილომეტრში დაახლოებით 10 წუთი მოგვინდა რომ მივსულიყავით, მივედით თურქებთან. საკმაოდ ბევრი მანქანები ყავთ თურქეთს, მაგრამ ისეთი მანქანა როგორც ჩვენ გვინდა ვერ ვნახეთ.
ან ძალიან ახალი მანქანები ყავდათ ძვირი და ან ძველი, რომლებსაც ჩვენთან საქართველოში ფიზიკურად ვერ განაბაჟებთ. მანქანა გვჭირდება ჩვენ 2013 წლიანი და ზევით. ასეთი მანქანა ვერ ვნახეთ. მერე გითხრეს რომ უნდა დაძებნოთო ავტოსკაუტზე, ავტოსკაუტ 24D არის, ინტერნეტ საიტი და მეორე არის მობილე.d, როგორც ჩვენთან MyAuto. ამ საიტებზე დაძებნეთო, დაურეკეთო აუცილებლად წინასწარ შეუთანხმდითო, თორეო პრობლემები იქნებაო მანქანას ვერ ნახავთო. აი ეგრეც გამოგვივიდა პრინციპში. ერთი მანქანა ვნახეთ ჩვენ ფრანკფურტში და დაურეკეთ და მაგრამ გითხრა რომ შაბათ-კვირასო მანქანას ვერ გავაფორმებთო, ნახვა შეგიძლიათო. მოველაპარაკეთ ორშაბათზე, ორშაბათს დილით 10-საათზე მივალთ ჩვენი დაქირავებული მანქანით. და ნახავთ ამ მანქანას თუ მოგვეწონება, პრობლემა არ არისო, რამდენიმე საათში გადაგიფორმებთო ექსპორტზეო, ყველა საბუთებს გაგიმზადებთო, წითელ ნომრებს მოგცემთო და ასე შემდეგ, რაც საჭიროა რა, ერთ სიტყვით. შაბათი კვირა გვაქვს ჩვენ თავისუფალი და გვინდა ეხა შაბათ-კვირას წავიდეთ. ერთი გერმანული მაღალმთიან რეგიონში მდებარე სოფელი ვნახოთ და გარდა ამისა კიდევ რამდენიმე საინტერესო ადგილები, ასე რომ გვიყურეთ, არხი გამოიწერეთ და ლაიქეთ, კომენტარიც მომწერეთ. მოვედით ეხა ჩვენ ტუბინგენში, შტუტგარტიდან ვიარეთ დაახლოებით 20 წუთი, 45 კილომეტრია, ასეთ ბუნება არის, ეხლა აქ ცოტას დავისვენებ. დღეს და ხვალ თავისუფალი დრო გვაქვს, შაბათი და კვირა. და ორშაბათს მივდივართ მერე მანქანის ანახავთ ფრანკფურტში, ასე რომ დღეს ტუბინგენში ვისეირნებთ. ძველი ქალაქია, უნივერსიტეტია, ძველი მაცხოვრებელი. შუა ქალაქში ასეთი პარკია გამწვანებული, ბუნება. კაი, შვენიერი პარკია. ეხლა მედაბესოს ერთი პრობლემა გვაქვს. ვეძებთ. სადაც შეიძლება მაგიდა და სკამები ფაცხა გვინდა რა, რომ იყოს გადახურული ფაცხა და დავანთოთ ცეცხლი და შევწვათ მწვადები. ხო, აი და მაგიდას და სკამებს რო ხედავ, სულ მწვადი მინდება რომ. ხო და ჯერჯერობით ეგეთი ადგილი ვერ ავნახეთ რა და ალბათ რაღაცას ვნახავთ. ეხლა დავათვალიეროთ ტუბინგენი, წავიდეთ მეგობრებო. ეგეთი ბევრია. აი კიდევ ერთი სახლი ბურნისში რო ხდება და ასურეთში. მოდიხართ? საით მივდივართ? ეხლა გზაზე უნდა გადავიდეთ. და მარჯვნივ დავეშვით. წითელი გვინწია. ტუბინგენი ფაქტიურად ჩარდენზე ვართ რა. აი ეს მუზეუმი თავითაი. წავიდეთ. წავიდეთ მუზეუმში შევიდეთ. ეს არის ესე იგი ტუბინგენში მუზეუმი და მუზეუმში არის ბოლნისის კუთხე გაკეთებული. და მაინტერესებს აი ეს ბოლნისის კუთხე რო ვნახოთ. ეს არის მუზეუმი, ცოტა. კოლეგიუმშტრასე. აი აქაც გაიქან დაწევა. აქაც ავიდეთ დაწევა. ავიდეთ, სად არის? აუ, ესენი რანელა მოდია. ბესოც იღებს რაღაცებს. ეს რა არის? ეკლესია არის ცოტნე?
აქ სადღაც მეგობრებო ცხოვრობდა გოეთე და ერთ-ერთ ფანჯარაზე ეხა დავდივართ ვეძებთ. ცოტნე იყო შარშა ნამოსული და ფანჯარაზე აწერიაო გოეთი ცხოვრობდაო და ცოტა ბევრი მოუვიდა დალევა და ცუდად გახტავდა გვილი აერიაო ფანჯრიდანო. ეს ფაქტი არის ფანჯარაზე დაწერილი და ეხლა ვეძებთ იმ ადგილს, იმ სახლს, სადაც ცხოვრობდა გოეთე. ტუბინგენის ცენტრში ვართ. ფანჯარა ვერ ვნახეთ ჯერჯერობით, მაგრამ ვნახეთ მუზეუმი, მუზეუმში შევალთ. Ist das frei? Ja. Ja, super. Können wir auch fotografieren hier? Ja, also Sie können, ja, wir haben im ersten, zweiten, dritten Stock eine Ausstellung. Ja, super. Ich weiß, ich war schon da und wir kommen aus Georgien und hier gibt es einen Platz, Polnissi. Oben, Ja, oben wir im kommen. zweiten Stock. Ja, wir kommen aus Polnissi und wir möchten das sehen. Okay, alles. super. Vielen ja, Dank. oben im zweiten Stock. Ja. Danke. არის სვალა ბოლნისის კუთხეო. აუ რა კაია, ერთი ვნახოთ. მოდით ჩამოვიდეთ ბოლნისში. ეს ქართული ნაწერებით. ცხოვრება კატერინენფელდში. სადაც ცხოვრობდნენ გერმანელები. აი გერმანული სახლები ბოლნისში. ზუსტად აი ესეთ სტილში არის, აქაც აშენებული სახლები. ოღონდ სამსართულიანები. ბოლნისში ორსართულიანები სახლები გვხდება ძირითადად. აი ზევიდან. აი როგორ გადასახლდნენ გერმანელი კოლონისტები შვაბიიდან, სადაც ვაპირებთ ჩვენ წასვლას კავკასიაში და კერძოდ საქართველოში. წადია ბო. ეს არის მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში საქართველოსდან რო გადაასახლეს, გამოაძევეს, ასე ვთქვათ, გერმანელები, წამოვიდნენ თბილისიდან, საქართველოსდან წამოვიდნენ აზერბაიჯანში და ეს არის მარშრუტი მაგათი, როგორ დაბრუნდნენ და გადავიდნენ სხვადასხვა ადგილებში. ой, გოეთე ცოტნე. ერთ მასულა. ქაღებინა გოეთე. ქაღებინა გოეთე? აჰა, აი, როგორც იქნა ვიპოვეთ ადგილი, საიდანაც გული აერია პატივცემულ გოეთეს. ბევრი მოვიდა დალევა და ეს არის ადგილი ტუბინგენში. როგორც იქნა ვიპოვეთ. დავედით. ჩავიდით ნახოთ ეხა ჩვენი მეგობრები ბესიკი და ნანული და მანქანებს რა უნდათ ეხლა აქ დადიან თო
პრინციპში შარდენზეც დადიან ეგრე მანქანები. Aber Sommer ist vielleicht cool. აი კანოები რო გითხარი ამაზე გადავეცე. ვიცი, აქ ჩვენ შეგვიძლია დაიქირავოთ, ხო? მიხვიდე და აი დედნავით გაკატაული, რა. წავიდა პოლიციამ ვიღაცა უნდა დაიჭიროს. ბიჭო, როგორც უყურებ ახლა აქ ძირითადად გერმანელები არიან, ხო? ადგილობრივები ჩამოდიან. ჩავიდეთ? როგორც გინდა. ამო, რა შეებია რა. ტრედებს როგორი განსაკუთრებული საცხოვრებელი აუშენეს. ეს არის ტუბინგენის ადმინისტრაციული ცენტრი, ასე ვთქვათ, მერია. და მერიის თანამშრომელები ეგერ ველოსიპედებით არიან მოსულები. ქალაქის მერი თავისი მოადგილეებით. სასმელების მაღაზიაში შემოვედის და ბესო შოქშია. ბესო ხო არ დაგტოვოთ ჩვენ აქ ერთი კვირით. დაგტოვოთ აქ ერთი კვირით. ლარებში რო იყოს, მაგარი იაფი გამოდის რა მართლა. ხო, ჩვენთან 50 ლარი. აი, ლიტრიანი? ლიტრანახევიანი 2 ლიტრიანი. აა. რაც აწერია ეს თანხა. ეს არის რამდენის 12 цали. 12 цали, ხო, 1 цали ღირს, ესე იგი 0.75-იანი სპეცია. 12 цали ღირს 9 ევრო. 7 ევრო. 1 цали ღირს 0.70 ცენტი. აუ, ნაირ-ნაირი ლუდებია, რაც გინდა სულო და გულო რა. აუ, ნახე რა კაი ლუდები, ბიჭო, რაღაცა ხილის ლუდი არ არის. ეს სპეცია გერმანული წვენია. წვენი? ხილის ლუდი. ხილის ლუდეს მე არ ავსვათ, ის არის, მაგას რადლაკია, რა. აბა რომელია ხილის ლუდი? რადლები იქნება, მე არ ავსვათ, მაგრამ მე დავლე. აი, ხილის ლუდი მე ციტრონე აგერ. ციტრონე ლიმონისა. ბატონო აგერ რაღაც მარმა. კუჭა. ხო, ეს რის იყო? ეს რა არის? პაულანერი. ფრუტი, ეს 6 წალის ფასებია, ხო? ესენი ხო? აუ, რა კაია, ბიჭო. მოიცა რაღაცას დავითხრა ახლა მე.